მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარაშუნი და თქვენ უყურებთ ჩემი პირადი daily ავტომობილის ვიდეოს. Daily ავტომობილი ეს იმას ნიშნავს, რომელიც არის ყოველდღიური ავტომობილი, ჩვეულებრივი ავტომობილი, აი ყოველდღე რომ ჩამოყავ საქმიდან, ჩაჯდები და საფრთხეს გადაადგილდები. ეგეთი მანქანა სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ არ მყავს. სულ პროექტები, სულ შეჯიბრი, სულ სპორტული მანქანა, ეგ ჩამოვიყვანეთ, რაღაც გავაკეთეთ, იქ მონსტრი რაპტორი, კორვეტი და ნუ ერთი სიტყვით აი რაღაცა წუწუნი გამომდის, მაგრამ აბა მე საიდან? ელიქასული საიდან ხო და ცოტა დავიტანჯე რო არ მოგატყუოთ. ამიტომ ბოლოს უკვე ის რაპტორიც რო გავყიდე, ეს კორვეტი დამჩა და ამ კორვეტს პრიუსივით ვიქნევდი წინ და უკან და ბარგი და ქვიშა და ცემენტი და ზეთიანი ნაწილები და ნუ მართლა მეწოდება უკვე ეს კორვეტის ზედ დავფოფინებდი და უცებ აი დისკიდან დაწყებული დანგრატი დამთავრებული კორვეტი დამქონდა ეგ ყველაფერი. მით უმეტეს შეჯიბრის დრო რო ახლდება ხოლმე, აი ძალიან მჭირდება ავტომობილი და მივხვდი რომ ჩვეულებრივი daily ავტომობილი მჭირდებოდა. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, შევუდექი იმ საქმეს, რომ გადაღებას არც ვაპირებდი, რო არ მოგატყუოთ. შემთხვევით მივხვდით, რომ კაი იდეა იქნებოდა, რომ ეგეც გაგვეპროექტებინა და გეტყვით რატომ. მოკლედ, დავიწყე daily ავტომობილის ძებნა. ჩემი მეგობარი მათე როჭიკაშვილი ყველამ კარგად იცით, Instagram-ს ამოვანთებ, დრიფტერი მათე მაგაზე მაქვს საუბარი. Auto Express-ით ჩამოყავს ხოლმე ავტომობილები, იქ მუშაობს და ნუ დამირეკა, თან მეც ნათქვამი მქონდა, რომ რაღაცა ყოველდღიური ავტომობილი მჭირდებოდა და მითხრა ესეთი რაღაცა. შემომთავაზა, რომ მეო მოვიგეო, ჩემთვის ძალიან მაგარი ავტომობილია, შენ თუ დაგაინტერესებსო, რა თქმა უნდა, შემიძლია დაგითმოო და ნუ მოგცეო რა, ანუ შენი იყოსო, რა ფასიც დაждავ, რა ფასადაც მოვიგეო, იმ ფასში წაიყვანე თუ მოგეწონება. არ ამატება იმენა. ნუ შედგა ჩვენი შეთანხმება, მე მომეწონა ეგ ავტომობილი, მათემ დამითმო თავისი მოგებული ავტომობილი და ყველა ბედნიერი ველოდები ერთი სიტყვით რომ ეს daily ავტომობილი ჩამოვიდეს. მაგრამ ნუ არაფერი არ გადაგვიგია, ზუსტად მაგიტომ უკვე რო ვიცი რა ავტომობილის ჩამოდის, აი აქ ეს ყუთები როდეს, ყველაფერი წინასწარ შევიძინე. მე ვიფიქრეთ მე და გიომას და მოდი რატომაც არ უნდა გავაპროექტოთ, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს, ეგ მანქანა ჭარბობს უკვე საქართველოში ძალიან ბევრი დადის და თან არ არის აი რაღაცა ტოპ ვერსია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ეგ ვიდეო უნდა გადაგვეყო. ყოველ შემთხვევაში ერთი ვიდეო მაინც. მე კომენტარებში დაწერეთ თუ მოგინდებათ უკვე დაასრულებული ვერსიის ნახვა. ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვახსენეთ რომ ეს ჩვენი ნაწილები, აი ყუთები როდეს ბევრი არის ერთ-ერთი პროექტი და ზუსტად მაგ პროექტის ვიდეოს უყურებთ ახლა თქვენ. ასევე ვინც ბოლო ვიდეო ნახა M3-ის, მან ჩვენ ვახსენეთ რაღაცები, რაც არ შეგვისრულებია და ვერ ნახეთ იმ ვიდეოში. ეს იყო გაფორმება არ გვიჩვენებია, ქიმწმენდა ბესოსთან მისვლა DTM-ში, სადაც გადავსბორეთ ეგ ყველაფერი, კიდე რამე იყო. ზრავის დამტკიცება, ფერის შეცვლა. ზრავის დამტკიცება და ფერის შეცვლა. აბოისი, კარბონები. კარბონი ყველაზე მთავარი, კარბონები, ტუჩი, რაღაცეები, ეგენი ყველაფერი არ გვიჩვენებია ჯერ და მაგასაც ვეცდებით, რომ ამ ვიდეოში განახოთ აი ბოლომდე წერტილ დასმული M3. ეხლა ჩვენი პირანია, აქ რო თავისთვის ძინავს, გამოვაგორო ცოტა ხანი, შევაღვიძოთ და დავათვალიეროთ რეები გვაქვს შეძენილი. იმ ჩვენი პროექტისთვის, რომელსაც ეხლა უყურებთ თქვენ. დავიწყოთ ახლა დეტალურად, ყველა დეტალს არ ამოვიღებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაწილისგან შედგება ეს ჩვენი აბვესი. ეს არის აბვესი, ანუ ბამპერები, კარნიზები და იქ პლასმასები რა ჭირდება, რომ დავაკენოთ იმ ავტომობილს. ეს არის წინა ბამპერი. აი ესე გამოიყურება. ნუ ბევრი ალბათ მიხვდება რისი ბამპერია და დაწერეთ კომენტარებში, ალბათ თუ გამოიცნოთ. აი ესე გამოიყურება უკანა ბამპერი. ეხლა ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს და კი, ვის მანქანების მოყვარულია, ეგრევე მიხვდება რისი ბამპერია. მოკლედ, ბამპერები აქ მე მგონი კარნიზები შეიძლება იყოს თუ არ ვცდები. პაროგი. ხო, პაროგი. მართალი ხარ? აი. ესეთი ლამაზი პაროგები გვექნება. დანარჩენებშიც, ნუ უკვე პატარა პლასმასებია, დეტალებია და აღარ გავხსნი იმას, იმიტომ ძალიან ბევრია და მაშინ უნდა ამოვიღოთ და დისკებიც შევუკვეთე სხვათა შორის უკვე ვიყიდე აქ ადგილზე. არ შემიკვეთია, შემეშალა, აქვე ვიყიდე. კაი ვარიანტი ჩავარდა და აი სპოილერის ატრაქში გავკეთე. ეგალ მამალია? კი, 22-იანებია.
ხვიასიბე 22-იანებზე უნდა შევაგდო. ცოტას და დეილი აღარ გახდება. ფულს ბედნიერებას ვერ იყიდიო. დისკას რო ხსნი. მაგაზე მაგარი ბედნიერება რა არის? ესე გამოიყურება. ეს ახლა რომელია წინა თუ უკანა? ეს წინა, ხო. აი ამ დისკებს მივაყენებთ. ნუ დისკები შეიძლება მალევე ასე უკვე ხვდებით რომ Mercedes-ი. დისკები შეიძლება მალევე დავაყენო, იმიტომ რომ ამის ლოდინს აზრი არ აქვს. თუმცა დაყენებულს ალბათ ბოლოში გამოვაჩენთ, მაგრამ ისე ქალაქში მივლი ხოლმე ამ დისკებით, იმიტომ რომ სანამ ეს ბამპერები შეიღებება, სანამ ეგენი აიწყობა, სანამ მანქანა დაიშლება, მე ამებს სანამ მივაყენებთ და ასე შემდეგ ძალიან დიდი დრო შეიძლება გავიდეს. ამიტომ დისკები მარტივია, საბურავად დავაყენებთ თავისი Bluetooth-ებით, მივაგდებ მანქანაზე და უკვე ასე თუ ისე ლამაზი იქნება. მანქანა ჩამოსულია, ხო, ამ მანქანას მოდი 2-3 სიტყვით გეტყვით რა დაზიანებით არის შეძენილი. მოკლედ, ფაქტიურად დაუზიანებელია, ეს ცოტა ისე ჟღერს ხოლმე, რომ აბა როგორ იყიდე მაშინ ამერიკაში. დაუზიანებელია მანქანა. გვეგონა რომ გასაღები არ ქონდა. მე როდესაც შეიძლება მანქანა სპორტში რომ მიდის, უკვე გამოსაგზავნით, იქ დეტალური ფოტოები მოდის ხოლმე და თურმე გასაღებიც კიდია, პატარა ნაკაწრები ქონდა, უსაბუთო ავტომობილი იყო, ანუ იქვე კეთდება ეგ საბუთი, ცოტა დიდი დრო ჭირდება ხოლმე მაგას და ანუ ერთი სიტყვით მართლა დაუზიანებელ მანქანას ველოდები. დაზედებს სონებს, რა ჭირს მანქანას. რა ვიცი, ნახოთ. მოვედით, აგე. სანდარი ვერ ხედავ. მე ყევით გასცე. ჩამოიღა, აგერ ყოფილა, მე კიდე იმაზე ვეძებ, ისევით. გამომოსულა. თავისი ხოდით ჩამოგვა და გადაგარი დაქოქე ეგრევე. ეგ არის, აი დაუზიანებელი მანქანის მუღამი. მაგრამ ისე მუშაობს დადის? ეს ჩინური ის რა მუღამი. ჩინელს ყავდა ეცხოვ. ო, მართლა ჩინურად არის. ეხლა უნდა ვიპოვო შესაძლებელი ენის. დაქოქილი არის. დაქოქილი არის? ხო. იგი დაქოქილი დაუტოვე ხა ჩამოვიდე და დაქოქილი. ძრავი ხო არა დაქოქილი ფაქტია? კი, როგორ არა? მართლა, რა ჩუმაც მუშაობ, ბიჭო, დააჭირე გასწ. აჰო. აი, არ ჩავაქრობ, არ ჩავაქრობ. მონოფერის ვეჟათაა. წინა სკამია ისა რა ქვია, ოდნავ გაჭრების. დეფექტი. სუახალი საბურავები კი აღენია, სამწუხაროა რომ უნდა შეიცვალოს. ო, ზამთარში ზამთრის მოუძე მივაყენებ ხოლმე. ხო, საბურავი კაია. აი, წავედით. ჩავგორდით დიაგნოსტიკაზე. დამ. როგორია? გინ დაიჯერეთ, გინდა რა, აი პირდაპირ ესეთი მანქანა ჩამოვიდა. დაზიანება აქვს, აი ეს. მართლა ეს არის დაზიანებასო. ანუ ვეძებდი მართლა ჩვეულებრივ, აი ადამიანურ მანქანას, რომელთაც შეიძლება წყნარად, მშვიდად, ეკონომიურად ქალაქში გადაადგილდებოდე. იმას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ არც კი მიფიქრია იმაზე, რომ რაღაცა პროექტის სახით ვიდეოს გადავიღებდი, მაგრამ იმდენად კარგი მოდელი შემხვდა, რომ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა და, შემოგთავაზებდით ერთ ლამაზ განსხვავებულ ვიდეოს. თან ჩვენ ესეთი 53 გადაღებული ყოსლების წინ მომეწონა ძალიან და რო არ მოგატყუოთ, ვარჩევდი და ზუსტად მაქენან შემომთავაზა მათემ, რომ ეგეთი მანქანა თუ გინდა, აგერ მე მოვიგეო და ჩემსაც დაგითმობო. ანუ რატომ მინდოდა ჩვეულებრივი ძრავი? ჩვეულებრივი ძრავს რას ვეძახი? არა AMG 63 და ასე შემდეგ. იმიტომ რომ როგორც კი მაგ ხარეს მიდიხარ, ანუ ფეხით უაგისდა და წახვედი ისე სპორტული დანიშნულების ავტომობილისკენ, მე რა რომ დიდია, ისიც არის ფაქიზი მოსავლელი, თამადაა, ძვირიანი ავტომობილია. მე ისევ იმას უბრუნდები, რომ აი daily car-ად, ანუ ყოველდღიურად იმასაც ვეღარ იყენებ, იმიტომ რომ რაღაცაზე გულით წყდება. არც 63 AMG-ში არ მოგინდება Z-იანი რაღაც ნაწილების ჩაყრა. ამიტომ ვეცადე, რომ ნორმალური, ახალი, კარგი ავტომობილი მყოლოდა, ისეთი რომ რაღაც ადამიანურად გამოვიყენებდი და შევჯერდით ამ მანქანაზე. ეს არის 350 მოდელი, 2-დან 2 ტურბოებია ესენი. სხვათა შორის ძალიან ეკონომიური და 8 ლიტრს თქო ვერ გეტყვი, მაგრამ 63-ვით 20 ლიტრი ამ მანქანას არ ჭირდება. თან თუ რაღაცა პრემიუმსაც გაატანინებ, რომ მოინდომო. ერთი სიტყვით რა, ოქროშუალედია ეს მანქანა.
ესე გამოიყურება დეტალურად მართლა არ ვიცი აზე შეგახედოთ, იმიტომ ეს აქვს დაზიანება, მეტი დაზიანება, ესეთი არაფერი. ერთადერთი რაც გავაკეთე, აკუმულატორი ჩავდე და გავრეცხე, პლუს მაგას სანამ აქ მოვედი, იწვიმა და მაინც სუფთად გამოიყურება. აი ესე სუფთა სალონი, 20-იანია, ხო, 20-20-ის გამოშვება არის, რაც საკმაოდ ესეთია, ნორმალური წლოვანებაა. ახალი ავტომობილი, მოდი უკანაც ჩავიხედეთ. აიბა გაუხსნელი იმენა. ესე ფულმაისტერიცა. კი, გეგონება ცენტში მივედი და ვიყიდე, იმიტომ რომ მანქანა ჩამოვიდა, აკუმულატორი ჩავდე და აი პირველივე დღიდან დავდივარ ამ მანქანით. აი იდეალური სუფთა, ანუ მართლა დაზიანება არაფერი არ აქვს, საერთოდ, აი ესეთი ჩამოვიდა. ეხლა დაუბრუნდები ბამპერებს და დისკებს რატო შევიძინე. თქვენც ალბათ ხვდებით, რომ ეხლა რაც არ უნდა დეილი იყოს, აი ამ დისკებით არ შემეფერება სიარული და ნუ მოხსნა და აკო. ხო, აი ამ დისკს რო უყურებ, დარწმუნებული ვარ, ეს საბურავი უფრო ძვირიანია ვიდრე თვითონ დისკი რა. მაგრამ იმასაც არ ვაპირებ, რომ ძალიან გავაფეიქო და აი რაღაც 63 და უკან 63 მივაწერო და ვითომ 63-ია და ტვინი არაფერი მსგავსი. იმ ბამპერებს დავაყენებ. ისევ ეს GLE 350 დარჩება. ან ამასაც ავაძრობ, იმიტომ რომ აი ამების გაშავება მინდა. იმ წარწერას რო ავაზრობ, აღარ დავაკრავ ალბათ იმ 350-ს, მაგრამ 53-ს და 63-ს არ დავაკრავ. ბამპერები რაც ვიყიდე, ის არის facelift-ის 53 მოდელის. უბრალოდ იმიტომ ვიყიდე, რომ ლამაზი იყოს გარედან. მეტი დანიშნულება არ აქვს. იქ ვიღაცა რომ მოვატყუო, რომ ვითომ ის მყავს, ან ის მინდოდა და ფული არ მეყო იმაზე და იმ მსგავსი სირობები, არა, მე მინდოდა ყველაზე ეკონომიური, იაფიანი ახალი ავტომობილი. მაგრამ ლამაზი უნდა იყოს. პლუს მაგას კიდე იმასაც ვიტყოდი, აი ელექტრომანქანისკენ მაინც ვერ გადავდგი ნაბიჯი, ვერ გადავდგი ნაბიჯია და ეხლა ჩვენი გადაღებული ტესტ-დრაივებიდან თითქმის ყველა მანქანა გადაღებული გვაქვს და სიაში რო ვარჩევდი, ერთ-ერთი ნამდვილად იყო GLE. ეხლა უკვე გეგმიური სერვისი რაც არის, შემოწმება მინიმუმ, ეს არის რომ ჩვენ უნდა ავიდეთ ეგეტა მოტორში, სერვისი ავიდეთ, შევამოწმოთ სავალი ნაწილი პირველ რიგში, რამე არ გამძოს, იმიტომ მე ხო არ ვიცი ქვევით რა ხდება. ხმა არ აქვს, მაგრამ ყველა ვარიანტი შესამოწმებელია, ხუნდები უნდა შევამოწმო. რომ დარწმუნებული ვიყო, იმიტომ რომ აკუმულატორი რო ამოვიღეთ, იყო ორიგინალი, შეიძლება ხუნდები საერთოდ აღარ ქონდეს და აი ბოლოზოლი იყოს დარჩენილი და ეგეც შესასვლელია. ასევე მთავარი რაც არის, ეს არის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ დაურწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზია, ან რავი, თუ შველა ჭირდება, რომ მალევე უშველო. კიდე იმას დავამატებდი, რომ ყველაზე გამძლე ძრავები ესენი არ არის, ეგ რაღაც ოქროს სიტყვებით ჩაწერილი არ არის ჟურნალში, რომ ყველაზე მაგარი ძრავია, ამიტომ როგორც კი ამ სერვისს ყველაფერს მოვრჩები, ზეთიც უნდა შევცვალო, აუცილებლად ზეთი უნდა შევცვალო და ნუ მე უკვე შემიძლია წყნარად დავიძინო და შევირგო ის შენაძენი, რომელსაც თქვენ ხედავთ ახლა ამ ვიდეოში. ავიდეთ უკვე სერვისში და ეგ ყველაფერი დავათვალიეროთ და შევამოწმოთ. ეხლა ცოტა ხნით გადმოვინაცვლოთ ჩვენ ფურგონთან F91-თან. ეხლა რუსთავში ვიმყოფები და მოგიყვები თუ რა პროცედურები არის საჭირო იმისთვის, რომ დავიკანონოთ ეს ავტომობილი. ნუ ავტომობილი არა, ძრავი, ყველაფერი იდეალურად რო იყოს და ტექპასპორტი გქონდეს გამართული, ანუ სწორი. მოკლედ, მივდივართ ტექ დათვალიერებაში. ვეუბნებით, რომ ძრავის დაკანონება გვინდა, ძრავი როა შესული, ვიხდით 200 ლარს, გვაძლევენ საბუთს, მაგ საბუთით მე ამოვდივართ უკვე საპატრულოში. აი საექსპერტო შემოწმება რო არის, მაგ საბუთი და ჩვენი ტექპასპორტით, მოქმედი ტექპასპორტით ამოვდივართ მანდ. მე ამოვდივართ სააგენტოში, მანდ უკვე რიგის ნომერს ვიღებთ, ამ ჩვენი მოგროვებული საბუთებით შევდივართ და ხდება რა. ანუ ვისგან შეისყიდეთ ძრავი, ეგ უნდა შეიცვალოს აუცილებლად, ჩაიწეროს ვისგან აიღეთ ძრავი. ტექპასპორტში, ანუ მოდელი უწერია 328, რაც თავიდან ეწერა, ეგ დარჩა. ძრავი შეიცვალა 2-დან 0-ს მაგრად უკვე 3-დან 0 წერია, ანუ 2900 რაღაცა და დიზელის მაგრად უკვე ბენზინი არის. ასევე ეს მანქანა გახსოვთ რომ იყო შავი, ეგეც რა თქმა უნდა რომ დაათვალიერეთ, ფერი შეცვალს მიუთითეთ, ფერი შევცვალეთ და უკვე რა ფერიც არის, ის ფერი ჩაეწერა და ბოლო ეტაპი დავჭა რომ სამხაროულში მივიდეთ და მაინც ჩვენი წყნარად ყოფნისთვის, რომ შვიდად გვეძინოს, ავიღებთ საბუთს, რომ ეს მაყუჩი მართლა ეკუთვნის ამ ავტომობილს. ანუ ამ ძრავს რო ჭირდება ეს მაყუჩი და ქარხნული არის, მაგისთვის საბუთს ავიღებთ. დაათვალიერებთ, საბუთი გვექნება და თუ ოდესმე პატრული გაგვაჩერეს, უკვე ყველანაირი საბუთი გვექნება, რომ ეს მანქანა ნამდვილად ესეთი უნდა იყოს და შეგვიძლია გადაადგილება. ვიდეო გრძელდება, ამიტომ არ გათიშოთ, არ დასკიპოთ, არ გადაახვიოთ, საინტერესო რაღაცეები გელოდებათ წინ.
სანამ ჩვენი GL-ის დიაგნოსტირება კეთდება, აქვე ხუნდები მოვატანე, მეგონა რომ შესაძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც ამდენი ხნის მანქანაა, რაღაც თავისი წლები, თავისი ხუნდები მოჭამა, სავარაუდოდ მეთქი, მაგრამ სავალი ნაწილი რომ შევამოწმოთ, ყველაფერი ნორმალურად არის, ჩემ დასაბედნიეროდ, ხუნდების შეცვლას არ დამჭირდა, ჩემ დასაბედნიეროდ. აგერ არის მაინც ამოვატანინე ატეები, იმიტომ რომ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, როგორც კი ჩამოვიდა, მეთქი ხუნდები უეჭველი შესაძლებელი იქნება მეთქი და დავრეკე და ამოვატანინე, მაგრამ რეალურად არ ჭირდება, ჯერ ძალიან ბევრს გაივუსო. შეიძლება თავის დროზე პატრონმა შეცვალა იქ, სადაც იყო ამერიკაში რომ დაკატაულდა. ასევე ენერჯაიზერის აკუმულატორი აქ აქციაში არის, შეგიძლიათ მოგზანდეთ, შეიძინოთ, თავისი გარანტიით, ყველაფრით შეცვლით. 829 ლარის ნაცვლად მეც 639 ლარად შევიძინე და ძალიან ბედნიერი ვარ გამიხარდა რომ ამ აქციაში მოვყევით. როდესაც აკუმულატორს ცვლით, შეგიძლიათ თქვენი ძველი აკუმულატორი დატოვოთ, ჩააბაროთ უпростоრად, ამპერის ფასი არის 2 ლარი, თუ 100 ამპერიანი გავს, ნუ გამოდის 200 ლარად შეგიძლიათ დატოვოთ. ნუ გამოაკლდება ეგ თანხა ახალ აკუმულატორს. ეხლა გადმოვინაცვლოთ უკვე ატეს ხუნდებზე. არასდროს ხმა არ აქვს, არ წრიპინებს, ტვინს არ მიბურღავს ხოლმე, რაც თავარია. ასევე უსაფრთხოებისთვის სამუხუჭე მანძილი ძალიან კარგავს. კარგად მუშაობს, კარგად წვდება, არ გიფუჭებს აპორნებს, ეგ რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცოტა უხარისხო ხუნდები თუ გიყენია, ხუნდი შეიძლება რჩებოდეს, არ წვდებოდეს, მაგრამ აპორნი დისკის პატარავდებოდა და აპორნი დისკი გაცილებით ძვირი ხრის ვიდრე ხუნდები. ბარემ ფასაც გეტყვით, მე არ ვსულ, მაგრამ მოდი ფასაც ვიტყვი. წყვილი, ანუ წინა, ან უკანა თუ გინდა რომ შეიძინო, 399 ლარი ღირს, აი თუ გვინდა რომ წინები შევცვალოთ 399 ლარი ღირს და უკანებიც იგივე ფასი ღირს. დაუბრუნდეთ სავალის შემოწმებას და დიაგნოსტიკას. სავალის შემოწმება ღირს 30 ლარი, ხოლო სრული დიაგნოსტიკა ავტომობილის ღირს 77 ლარი. სრული დიაგნოსტირება, ანუ რამე თუ არის, ჩეკი მაინც ნებისმიერი რაღაც, მანქანას თუ რაღაცით თქმა უნდა ჩვენთვის ამ დიაგნოსტირებით ხვდებით, რა პრობლემა აქვს და მაგის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ. ეხლა დაველოდოთ მორჩება და შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. მოგეთ ყველა გზა DTM-ში მოდის საბოლოოდ ამ მანქანისთვის. ბოლო ვიდეოში ნახეთ რომ ქიმწმენდაზე დავტოვეთ, სალონსაც განახებთ ამ ვიდეოში. ოღონდ ცოტა მერე განახებთ, იმიტომ ის კარბონები გვეღირსა, კარბონებს დავაყენეთ, ის კარნიზები, დიფუზორი, ტუჩი და მაგ ყველაფერს უკვე დასვებულს განახებთ სალონთან ერთად. მოგეთ ძრავი მინდა განახოთ და რატო განახებთ, მაგასაც აგიხსნით ეხლავე. ეხლა ამ ვიდეოს ვინც უყურებს, რა თქმა უნდა, იმას არ ჭირდება შეხსენება, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ხო ეგრეა ბესო? უნდა დავარქვათ თავისი სახელი, იმიტომ რომ რაღაც ტვინი ცოტა, იმიტომ რომ აი სარეშვილი სად იყო მაგას რო ვაკეთებდით, ამას ისინი სად იყვნენ, ამას რო ვაკეთებდით და პრეტენზია არავისთან არ მაქვს, არავის არ ვეჯიბრები, მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის ნამდვილი ემის ზრავი, ანუ ის არ არის რაღაც. ეს 55-ია, ესით. M3 ზრავი გადმოდეთ, აგერ არის ადამიანი, ვინც გადმოაწყო თავისი ხელით მოარგო ეს ზრავი და გასაგებია რომ ფურგონები დადის, გასაგებია რომ ბამპერებს აყენებენ ფურგონებზე, ძალიან მაგარია, ჩემგან რესპექტი, აი ჩვენგან რესპექტი, მაგრამ თუ ვინმეს ესეთი გაკეთებული ყავს საქართველოში, მე დაულაიქებ, რავი, საჩუქარსაც გავუკეთებ. ოღონდ გამოჩნდით და გვანახეთ რომ ესეთი ავტომობილი მეორეც დადის. ოღონდ ყველაფერი რომ ემის აქვს. ემის, ხო, თორე, ნუ ფურგონები დადის და ბამპერები როგორც ვახსენე ხა ყენდება, ლამაზია. მაგაზეს ანუ მე პრეტენზია არ მაქვს, ძალიან მაგარია. სულ რომ მესამე, მეათე უყოფილიყავით, ვინც ეს პროექტი გააკეთა საქართველოში, არავის არ ვეჯიბრებით. უბრალოდ ჩვენი პროექტის მუღამი ის იყო, რომ გვენახებინა როგორ გავაკეთეთ. აგერ არის წარმომადგენელი, ვინც თავისი ხელით აწო ყველაფერი. მოგეთ სალონი რომ დავშალეთ, რა თქმა უნდა, ქიმწმენდაზე ისევ აი თო ჩეკები მინა. აი ეს ბიჭო ისე კიდია. ეგ არ დამინახავს ეს. აქედან აყო. აიკო. აუ როგორ რა მოვდიოდ, ხაზე ხარ რა? აიკო. უყურებ ეს რა არის მეთქი კაპოზე და არის აწყობილი. აუ ბიჭო ეს არ უნდა მეთქვა რა, მაგრამ მე იყოდენ ეს რა არის გამოშვერილიო. ეგ დასაგერმეტიკებელია ძმა. ეგ მოიცა ყვილები არ კეტავს, მოიცადე ძმაო. მოიცადე. აღარ ამოდის ეს უნდა შევცვალო. აღარ ვიბარებს. ლევან მოიტა ახალი. კითხვები ისმევა ხოლმე, რა თქმა უნდა. ინტრიგნული კომენტარები. ეგეც ყენის გარეშე, რა თქმა უნდა, საწყენათაც არ ვიგებთ, მაგრამ მაგ კომენტარებსაც გავცემთ პასუხს. აი, ყველაფერზე გაგცემთ პასუხს ამ ვიდეოში, ამ მომენტში. რა გქონდა დარჩენილი და რა დავასრულოთ, რაც არ გვინახებია. ერთი რაღაცა იყო დარჩენილი, გიო, რომელიც რადგან წიხლი მოგვაჭირეს, ხო, ნუ აიცი რა იყო, რომ იდეაში ეგ გვინდოდა რომ ყველაზე პირველი გაგვეტესტა, იმიტომ რომ მთელი ეს
გაყვანილობა ამ წყლის გადის უკან სალონში ყველაფერში და სადმე ხო არ აპარებს ან რაღაცა თქო რა, მაგრამ ნუ ბოლოსთვის მოვიტოვეთ, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ მოკლედ ესეთი სიტუაცია სედანის ფენბლოკში ხა ვინც იცის F30-ები და F-სერიები იციან რომ ყველაფერი იმართება ფენბლოკიდან და ამ სედანის ემის ფენბლოკიდან ესე ვთქვათ უხეშად ვიხოდი არა აქვს უკანა იმაზე წყლის ამოსასხმელზე რა არა აქვს ფიზიკურად რა ჩვენ კი გავიყვანეთ გაყვანილობა მაგრამ იმას იღებს მოკლედ ბრძანებას იღებს, მაგრამ ვერ ასრულებს რა და ანუ ამ ფენბლოკებშიც არის hardware-ებში განსხვავება რა და მოკლედ მაგდასკვანამდე მივედით რომ ერთადერთი ეგ იყო დარჩენილი რა, რომ ისიც აღემუშავებინა. ხო, შუშაკი მუშაოსო, მაგრამ ის თუ მუშაოსო რა და ამიტომ მოგვიწია ფენბლოკის შესვლა ოღონდ ისეთით. ხო, ისეთი მოუძებნით რა, იქ როგორიც ეყენა ფურგონს, ოღონდ ის ფურგონის არ დავაყენეთ. სხვა მოუძებნეთ ისეთი, რომელსაც ექნებოდა და ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა და მეგობარი ვოვა დაგვეხმარა ფემის დაკლონვაში და გადაპროგრამებაში. ვოვა ჩვენი i8 სუპრაზეც დაგვეხმარა, ანუ ყველ BMW-ზე ხშირად კი, ხშირად ვეხმიანებით ხოლმე და სულ გვეხმარება, აი უანგაროთ მოდის გვიკეთეთ, გაგვიმართავს ხოლმე, ამიტომ მოკითხო აქედან და თქვენს თუ დაგჭირდება, შეგიძლიათ შეეხმაროთ. და ეგ გავაკეთეთ, ვიწვალეთ და ამჯერად ჩვენ ამარა მიდი ძმაო რა და მიდი. ჩემისო არ არის მაგია ბოთლით არავინ არ ასწავს. აი ეგ ერთი იყო რა დარჩენილი და კი, ალბათ ეგ კითხვები იმიტომ წამოვიდა ვიღაცებმა დაგუგლეს, გადაამოწმეს ესეთ ფურგონები ვინ აწყო და ნახეს რომ აქ საერთოდ არაფერი არ აყენა. ზაგლუჩკასაც პლასმასებია ჩარჯობილი, იმიტომ რომ ნუ საკმაოდ ისეთია, მარტივი გასაკეთებელი არ არის. ჩვენ გამოგვევიდა, როგორც ჩანს, როგორც გამოჩნდა, მაგრამ აი ესო მიმენა, აი წყალი თავისი ხელით ამოასხა და მეც აგვდგავა რომ დაინახოთ რომ წყალს ასხავს. აქედან ჩამოწდა ეს საწმენდი უკვე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ისე. ხო, კიდე კომენტარი იყო რომ ამის ჩეკებს გზა და გზა რა დალესო, შეიძლება იხუმრეს, მაგრამ რავი, ამდენი ხანია ხო დადიხართ იქით-აქეთ რა და არაფერი არ აუნთია და ყველაფერი გამართულად მუშაობს, როგორც ქართულ ემზე. ბლოკირებას და ის. ერთადერთი ქიმწმენდის მერე აირბაგები და რაღაცები რაც არის. ხო, ეგ ბუნებრივია ეხა ის რომ დაიშალა, ეს მანქანა ნახა რომ რაღაც მოხდა იქ, რაღაც ვიღაცამ შური გამოაერთა და რო ჩავაერთეთ, ეხა დაიზბროსება ისე ბესო იქ next finish თავისებურად შეულოცავს და ეგ არის ტექნიკურად ამ მანქანით ეხა რა თქმა უნდა გადავაადგილდებით, რა თქმა უნდა მოცურებაც გავტესტეთ ყველაფერი. ანუ რასაც აანთებს, მე ისე ვაკრობს, ანუ შენ თუ გაუთიშავ მოცურებას, რომ ჩართავ ისე ვირთვება. ის არ არის რომ რაღაც აკუმულატორი უნდა ამოიღვახინა დაზბროს. ყველაფერი იდეალურად მუშაობს და სავალი, რაც შესაძლებელი იყო და რაც არ იყო შესაძლებელი, ისენიც გამოცვალთ. ამიტომ ტექნიკურად და რა ვიცი, შიგნიდან, გარედან ყველანაირად დასრულებულია ეს მანქანა. დასრულებულ ვიზუალს, ანუ იმ ტუჩებით, ეგეც მოესწრო, იმიტომ ცოტა რაღაცა გაგვეწელა, დიდი ხანი ველოდებოდით მაგის ჩამოსვლა, ყველაფერი ადგილზეა უკვე, ამოვიღეთ, განყუთვა გავაკეთეთ, ეგ აღარ გადავიღეთ, იმიტომ რომ მთელი მუღამი გვაქვს, რომ ამ ვიდეოში ნახოთ ეს ავტომობილი გარედანაც დასრულებული. უღრმესი მადლობა ბესო. მადლობა თქვენ. ამ პროექტისთვის, ბოლოს ბროსი იქნება ეხლა და всё. ესეთი პროექტი საამაყო, მე რავი, ძალიან მიამაყება ჩვენი პროექტები და მე ვიტყოდი რომ ეს ავტომობილის არის ეს პროექტი, არის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული პროექტი, არა მხოლოდ ჩვენ არხზე, არამედ საქართველოს YouTube სივრცეში. ამიტომ, რავი, უღრმესი მადლობა ბესოს, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც იღებდა მონაწილეობას და რა თქმა უნდა თქვენ რო გვიყურებთ. დასრულებული ვიზუალის ნახვამდე რამოდენიმე წუთი დარჩა, ამიტომ არ დასკიპოთ. ესე იგი, როგორც ვახსენე, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთო, ეს არის ზეთი შევსოლო. იმიტომ რამდენი ხანი იყიდებოდა ეგ მანქანა, რამდენი ხანი იარეს მაგ მანქანით და მე პლუს 2 თვე ჩამოსვლას დაჭირდა, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთო, ძრავი ზეთი შევსოლოთ. მე რა თქმა უნდა, სხვა სითხეებიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ის სამუხრუჭე სითხე იქნება, ანტიფრიზია შესამოწმებელი და ასევე გადაცემათა კოლოფის ზეთი, მაგრამ პირველი, რო არ დავაზიანო ძრავი, ეს არის რომ ძრავი ზეთი შევსოლოთ. აქ არის ვალვოლინი, როგორც ყოველთვის ყველა ჩვენ მანქანაში ვალვოლინი ისხმება და უფის უმაგრესი ფილტრი. ეხლა ამებს შევითათ, მანქანა შემოვაყენე უკვე და გამოვცვალოთ ზეთი, ჩავასხათ ახალი ვალვოლინის ზეთი. სანამ ზეთი ისვება, ძალიან მაგარი სიახლე და ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ზუსტად ესეთი პროექტები ემსახურება იმას, რომ სიახლეები გავაჟღერო ხოლმე თამამად. მოკლედ გეტყვით რა ხდება გლობალური კრიზისის გამო, ვინაიდან ეს ნავთობი ძალიან გაძვირდა, საწვავი ძვირდება, ზეთი ძვირდება, ყველაფერი ძვირდება და ნუ ფასები მხოლოდ ზევით მიიწევს.
ვალონინ ჯორჯიამ და ვალონინ გლობალმა მოითათბირეს და დატოვეს ფასები იგივე. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირდება და ძველი ფასით იყიდება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ზეთი საქართველოში. ეს არის, სიახლე და ეს მინდოდა გამეჟღერებინა და მე თქვა, რომ ვალონინ გლობალმა და ვალონინ ჯორჯიამ შეინარჩუნეს ის ძველი ფასი და თქვენ რა ფასში ცვლიდით ზეთ, ზუსტად იგივე ფასი დაგხვდებათ დღესაც. 2 წუთში ეხა უკვე შეიცვალა ზეთი და მარტო ლაპარაკი და ყბედობა რო არ გამოვიდეს, პატარა review, ანუ პატარა test drive ჩაუტაროთ ჩვენ GLE-ს. დაველოდოთ სიგრილეში, მოვსვათ ცივი ჰელი, მანქანას გამოგვიყვანენ და შეგვიძლია პატარა test drive-ის მოწყოთ. გამოვსისინდით ტრასაზე, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს როგორ მუშაობს ეს ძრავი, როგორ გაწევა აქ ამ მანქანას. იმიტომ რომ რეალურად შეხება არ მქონია, კი 53 მოდელი გადავიღეთ, მაგრამ 53 კარგია გავიგეთ იმ test drive-შიც ვაქე ვადიდე, იმიტომ რომ მართლა კარგი მანქანაა და მომწონდა და მაგან გადამაწყვეტინა რომ მეც GLE მინდოდა. ოღონდ აი რაც შეიძლება ეკონომიური და რაც შეიძლება სარბენი რო ყოფილიყო, მაგრამ ლამაზ ვიძე, რა თქმა უნდა. ვიდი უნდა ქონდეს ყველა მანქანა, სარბენსაც, არასარბენსაც და სხვის მანქანასაც, ან ვიზუალურად უნდა იყოს იდეალური. მოკლედ, ეს არის 350 მოდელი, არსებობს რა თქმა უნდა კიდე 450, ის უკვე 6 ცილინდრიანია, ეს არის 4 ცილინდრიანი. მონაცემები რო ნახე, აქვს 255 ცხენის ძალა, როცა ვყიდულობდი მაშინ. 255 ცხენის ძალა დღესდღეობით ეს სათქმელად საგაზაოდ და ჩასაჭერად ეხლა ვისაც აინტერესებს ხოლმე, მაგისთვის არაფერი არ არის, მაგრამ ჩემი გათვლა არის, რომ ვიარო ქალაქში და კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ქალაქში მე დავდი, რომ პენსიონერი ვით, აი მიყვარს ნელა სიარული. იმიტომ რომ ვიცი რა შედეგები მოაქვს ჩქარა სიარულს ქალაქში. მაგაზეც ვიტყოდი კიდევ ერთხელ, რავი, მე არავის არ მოძღვრავ, არავის რა ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდანაც გეტყოდით, რომ ის პერიოდი აღარ არის ქალაქში 1-2 მანქანა დადიოდა, ეხლა უკვე მინიმუმ ტეხავს ქალაქში გაზაობა, მაქსიმუმ უსაფრთხოება არის და შეიძლება ვიღაცა საფრთხის ქვეშ ჩავაყენოთ და ფატალურად დამთავრდეს ეს ყველაფერი და შუალედური რო ავიღოთ, რავი, იმდენი მანქანა დადის, აი რატომ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაც არ მესმის. ამიტომ ჩემი გათვლა ამ მანქანას რაც შეეხება იყო, რომ ეკონომიური ყოფილიყო და რბილი ახალი თანამედროვე მანქანა მჭირდებოდა. ეხლა გამოვედი სპეციალურად ტრასაზე, იმიტომ რომ ეს უბედური სერთი 255 ცხენის ზალა მინდა გავტესტო. მკვდარია, არ არის მკვდარის თუ რას აკეთებს ზოგადად. აი ხა მივსისინებ თავისი ჩვეულებრივი მოუდით, არ მაქვს არ სპორტში არაფერში და ჩავაჭერ ბოლომდე. თან სხვათა შორის, პირველად ვაჭერ მე პირადად ამ მანქანას, აი პირველად. მოიფიქრა? გამაკრო. აი მენა, რა ეხა იცი რა უნდა მექნა? ძალით რო შევინახავ ესე, რომ ჩავაჭერ და ესე რა. ხო, არაფერი ხა სასწაული. სასწაული ვერც იქნებოდა ეხა ალბათ ხვდებით, მაგრამ რავი. სპორტ რეჟიმში ვნახოთ. ეკოც ქონია ბიჭო, მე იმენა სპეციალურად. ეკოთი დააჭირე. ვიდეოსთვის ვინახავდი ამ ყველაფერს და არ ჩემი მოწმებია, ეც და ეწერა იქ წვანეში. ხო, გაზგათქელზე ერთნაირად მიდის. ეკოზე უკეთესად წავიდა. გაზგათქელზე ერთნაირად მიდის. რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ერთი და იგივეა, რომელ რეჟიმშიც არ უნდა ჩააგდო. ამის სპორტის ავარაუდოთ არის ის, რომ ბრუნები უჭირავს, რომ გადასწრება თუ გვინდა მანქანაზე, აი რაღაც წინ რომ მანქანა გვხვდება და გადასწრება გვინდა, ტრასაზე ბრუნები უჭირავს და სიჩქარეს ცოტა გვიანრთავს, ანუ უფრო მოჭიმული ყავს მანქანა. მე მგონია რომ ეგ არის და რაღაც ცხენები არ ემატება. წვაზე რა ხდება, წვაზე? 13 და 8. გაგიქცა რაღაც. არა, იდეაში მინდა რომ 15-ს არ გაცდეს. ანუ 15-ს არ უნდა გაცდეს. ქარხმალთ უწერია 12 ლიტრი შერეულად და ეხა ქარხმალთ რა წერია ხოლმე ზოგადად ტუფტაა და მოდი ერთი მივალგოთ სპორტში კიდე აბა. არა, ერთი რა. პროსტა გას რო აუშვებ ფეხს, ანუ სიჩქარებს მალე აღარ გიცვლის, მოჭიმული ყავს, რომ ეხა ის მანქანა რო გადაიწია, რომ გავასრო მარტივად, ანუ ბრუნს გიტოვებს, რომ ეგრევე წავიდეს, ანუ უფრო ფიცხი იყოს. კი ბატონო. 200 რატო არ გაზომეთო, არ დაგვიკომენტაროთ. ეხა ამ 2-დან 0-ზე ნუ მოწყობ. 200 არა აქ. დაკიდების სისტემას რაც შეეხება. ამ მანქანას აქვს ჩვეულებრივი დაკიდების სისტემა. აი მაგალითად AMG 53 რო გადავიღეთ და 63-ებიც რაც არის, იმეებს უყენია სხვა დაკიდების სისტემა, ელექტრონულია, იქ ბალიშებზია და იქ როდესაც შენ რეჟიმებს ვსვლი, იქ დაკიდების სისტემა ხისდება, რბილდება და ასე შემდეგ. აქ არის ჩვეულებრივი დაკიდების სისტემა. ერთი პლუსი ჩვეულებრივს რაც აქვს, ის არის რომ როდესაც ფუჭდება ძალიან იაფი ღირს ამის შეცვლა, ძალიან იაფი იმასთან შედარებით ღირს ამის შეცვლა და პლუს მაგას ურბილია, ურბილესი, ანუ იმის რბილთან შედარებით ეს მაინც უფრო რბილია. ამიტომ
ეგ იყო ჩემი კიდე ერთი მთავარი მიზეზი იმისთვის, რომ დიდი დისკები დამეყენებინა და არ დახისტებოდა ისე, რომ რაღაც გულის რევის შეგრძნება ქონდეს და ბრაგაბრუგი არ გავიწა. ანუ მაგ დისკებსაც რომ დავაყენებ, მე უკვე გეტყვით, რამდენად შეიცვალა მანქანა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც რბილი დარჩება, მარტო იმიტომ, რომ ეს დაკიდების სისტემა არის ზედმეტად რბილი და კომფორტული. ეგეც მომეწონა. ნუ ფორმატი კი რა თქმა უნდა 4-ვე წამყვანია. სალონიც თითქმის იგივეა, რაც 53-ში და 63-ში. საჭის გამოცვლა თუა გეგმაში. გეგმაში არის, კი, ხო, ანუ ესე რო შეხედო ეხა ვიღაცისთვის ვინც იყიდის იმას პრობლემა შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ვინაიდან მე მომწონს ვიზუალური ეფექტი და ვიზუალურად მინდა რომ საუკეთესო ვიდი ქონდეს, საჭესაც გამოვცვლი რა თქმა უნდა. აი ბოდიკის რო დავაყენებ, დისკეს რო დავაყენებ, ბოლოს საჭესთვისაც მოვიცლი. ნუ რა თქმა უნდა, სულ ახალიაც გამოვიდა ბოლო ის AMG საჭე, იმას ფიქრობ, ის განიხილება. თუმცა ესეც ნორმალურია ხა რაღაცა მოხსენი გადააგდეს ვერ ვიტყოდი, იმიტომ ეს ღილაკები რაც აქვს ძალიან გავს იმ AMG-ის ღილაკებს, რომელიც AMG საჭეს მოყვება. აი ამაშია სხვაობა რა, იქ უფრო დახვეწილია და ლამაზი თანამედროვე. დანარჩენი ხო ტორპედოები 53 და 63 აქომენ ნაპათი შეკერილი, აქ უკვე სხვა მასალაა. ნუ ეს მასალა გამძლია ერთი ის ვიცით, მაგრამ ნუ ის ნაპად და თავისი უზორები და ძაფები და რაღაცები ამ მოდელებში არ არის 350-ებში. იგივე არის აქ აბიუკა, ეს ხე დატოვებულია. ლამაზია განათებას, რა თქმა უნდა, მონიტორი, ტილინდემანია ჩართული, აგერ უსმენს რამშტაინის სოლისტია, ვინც არის ის. მაგას უსმენ, დანარჩენი არის ყველაფერი იგივე. აქაც სტანდარტულად თავისი პორტები, ეს იხურება, wireless charge აქვს და რა თქმა უნდა, ჰელი, მოკლედ უკვე ნელ-ნელად ცხელა, ჩამოცხა უბრალოდ. ახალი გაიჩიტა. სხვადასხვა გემოებითა. მე მაგალითად მოყვარული ვარ კლასიკის ყოველთვის, ანუ ორიგინალი რაცა კლასიკი. მაგას ვსვავ ხოლმე, ზოგს უყვარს სხვადასხვა გემოებით, ზოგს ეს, მაგრამ მე აი ცივი ჰელი კლასიკი, თბილამინჩი, ცხელამინჩი, ცოტა ხანში უკვე ძალიან ჩამოწყება, არის მისწრება. ნუ რავი, ვისაც ჰელი არ გიყვარს, რავი, შეგიძლიათ აი სხვა დალიოთ, რა ვიცი. ჩააცუროთ ხელი. კიდევ ერთხელ, ნუ მათეს, აი უღრმესი მადლობა, AutoExpress-ას უღრმესი მადლობა, აი ძალიან დიდი მადლობა, რომ ეგრევე შემოვახტი მანქანას და უკვე გაკეთებაზე კი არა, იმაზე ვფიქრობ, რომ ახალი ბოდიკიტი მალე შევღებო და დავაყენო თავისი დისკები და საბურავები. ესეც ჩვენი დასრულებული, სრულიად დასრულებული M3. გიუშ, ერთი თესლი კადრები მოცხე. და ისიც დასრულებული, აი ჩვენ ველოდებოდით ძალიან დიდხანს და დარწმუნებული ვარ, თქვენ უფრო დიდხანს ველოდებოდით ამ ვიდეოს, რომ გენახათ დასრულებული ფურგონი M3 F91. ეხლა თამამად მინდა გითხრათ, რომ დასრულებულია. всё, ბოლომდე დასრულებულია. ვალვოლინში ტყუილად არ დავბრუნდით, იმიტომ რომ აქ ძალიან მაგარი სიახლე უნდა გითხრათ ამ ვიდეოში. ვიდეოს ბოლოს გავაჟღერებთ მაგ სიახლეს. მოკლედ, ეხლა მინდა დეტალურად გავიარო კიდევ ერთხელ გარედან, იმიტომ რომ აი ეს შედევრი რაღაცას რო შექმნის სიამაყით, აი ზუსტად მაგ სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენ უხეში ხალხი ამ მანქანას, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული პროექტია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლიო მასშტაბით რამოდენიმეა, ეს კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ. კიდევ ერთ შეკითხვაზე გავცემ პასუხს, იმიტომ რომ ბევრს მაინც ეშლება ხოლმე, მოდი რაღაც ციხლი არ მივაჭიროთ იმ ხალხს, იმაზე თუ აი გვეუბნებიან ხოლმე, რომ პირდაპირ ფურგონი M3 გეყიდაო. ანუ
არ მივაჭიროთ. ეხლა არ არსებობს ფურგონი M3, ანუ F სერიაში ფურგონი M3 არ არსებობს. ფურგონი რა თქმა უნდა არსებობს, როგორც ჩვენ შემოვაგორეთ, რაკარაკით დიზელი ეგეთები რა თქმა უნდა არის, ბენზინებიც არის, მაგრამ M-ი არ არსებობს ამ კუზაოში. ზუსტად ეგ იყო ჩანაფიქრი, რომ ორი ავტომობილი შევიძინეთ და ერთი ფურგონი M3 გავაკეთეთ. ანუ რაღაც მხრივ შევქმენეთ, სული ჩაუბერეთ ამ პროექტს, ამ მანქანას და უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში დადის ფურგონი M3. ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ ძალიან ბევრი წერს ხოლმე, ზოგი ქუჩაში გვხდება, ანუ ამ მანქანით რო დავდივართ და აი რო გვეკითხებიან ხოლმე, აი ამდენი რატო იწვალეთ პირდაპირ გეყიდათ მანქანაო, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ არ არსებობს და ვერ შევიძენით ესეთ მანქანას. ერთადერთია საქართველოში, სოფლიოში რამოდენიმე დადის ესეთი ავტომობილი და კიდევ ერთხელ მაგასაც ვიტყოდი, რომ აი ბევრი ეს მithმა-მოთქმა იყო, რომ ეგენი სადუგან ჩვენ რო M3 ფურგონი ყავდაო. მიხარია თუ ყავთ, გვანახეთ ჩვენც და გაგვიხარდება და კიდევ ერთხელ ვიძახი, საჩუქარსაც გაგიკეთეთ, მეტი რა ვქნა. ეხა გავიაროთ დეტალურად, იმიტომ რომ ამ მანქანაზე იყო დარჩენილი ტუჩი, კარნიზი, დიფუზორი. ცხვირიდან მინდა დავიწყო, იმიტომ რომ აი ეს თვალები რო იყურება, ამ ტუჩით რო იყურება, ამ განათებაში, ნუ არ ვიცი, გადატენილი ავტომობილი. როგორც ვიძახი ხოლმე, ეს ნიდავოლნი სიფათი რო იყურება, ეს გნიდა სიფათი რო იყურება BMW-ში, ნუ ტუჩის გარაშე არ წარმომიდგენთ. ტუჩი მანქანაზე არის წვერივით. ანუ აი წვერი, აი რო გავიპარსო, აი რაღაცნაირი ვიქნები, ყბა მოტეხილი და წვერით უფრო აგრესიული, რაღაც ელეგანტური, ზუსტად ეგრეა BMW-ს. აი ეს ტუჩი არის ამ მანქანის წვერები. მოკლედ, ეს ტუჩი არის კარბონის, როგორც აქ კლიკებს ხედავთ, ზუსტად იგივე კარბონის არის, ამოწყობილი არ არის, ანუ ნამდვილი კარბონია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ნუ ამაში ეხა ხელები ამიწევია გიორგამ დინარაძემ გაარტყა ძალიან მაგ. იმიტომ თავიდან რომ დავაყენეთ კარბონი კარბონში კი, ეგრე გვეყენა ადრე M4-ზეც და ლამაზი იყო, ნორმალური იყო, მაგრამ აი ამ ფერში და არ ვიცი, ამ სეტაპზე ჩაიკარგა და მოდი მანქანის ფერს გავაკეთებო, მაგ ტუჩო და მე მგონი მაგ 100-იანში გაარტყა, აი პირდაპირ, აი დარს რო თამაშობდა, აი წითელი ის რო არის, ხო იცი, აი შუაში საზღვნა, აი ზუსტად ეგრე დაასვა, იმიტომ რომ გამოანათა აი ამ ფერმა, აი ამ ნარდომ ტუჩმა გამოანათა, შიგნიდან კარბონია, მაგრამ გარდან ფირი აქვს და აი ეს კლიკები რო კარბონის დარჩა, უფრო რაღაც მდიდრული და განსხვავებულია ჩემი აზრით. ნუ კომენტარებს რა თქმა უნდა ველოდები, თუ რას დაწერთ და რას ფიქრობთ ამ მანქანასთან დაკავშირებით. ეხლა კარნიზი, აი ეს კარნიზი, ესეც კარბონი. ამაზე უკვე ფერი და რაღაცები შესული არ გვაქვს. პირდაპირ კარბონია, გამოკვეთილი პრიალა კარბონი, რამაც უფრო დაადაბლა მანქანა, ამიტომაც ფურგონი როა უფრო დაადაბლა, უფრო აგრესიული გახდა და ჩემი აზრით რაღაც ელეგანტურობაც შეძინა. ანუ ელეგანტურიც არის. ნუ დისკების ფიტმენტზე აღარ ვლაპარაკობ. აი აქ იმენა ერთი თითიც არ შედის. ანუ ეგ არის ნამდვილი BMW-შნიკური პადვესკა. არა მარტო BMW-შნიკური, ნუ სტენსია ეგრევე. უკან არის, აი უკან რომ შეხედავ, ხო იცით RS6 რო გადავიღე, აი გადატენილი მეთქი, ვიძახი, აი დაკუნთული დგას, აი მაყუჩები და ეს ტრაკი კრილოები, რაზეც აი მე დაკუნთული, აი გადატენილი არის და ეს კარბონის, აქ შეიძლება ცოტა სიგნალია, მაგრამ კარბონის დიფუზორია, ასევე მაყუჩის თავები გახსოვთ შევიძინეთ ტოსპიჩი, მოვარგენ იმენა თარაზოშია გასწორებული. თარაზო არავინ არ დაწეროს. ჩავიხედოთ საბარგულში, უკვე გაწმენდილი გაპრიალებული, ქიმწმენდა გაკეთებული აქვს ევაკუაციის უგმესი მადლობა, ეს გაასუფთავა მთელი ინტერიერი, აქაც მოდია აი ახე. აი ესე, გეგონება ცენტრიდან გამოგორებული არისო, ექსკლუზიურად აწყობილი ავტომობილი. წინაც თავის გარედან შიგნიდან გაპრიალებული პედლები დაგვიყენეს ვერცხლისფერი უფრო კარგას რო ჩანდეს განსხვავებულეს. ხო, კარგასო დავაჭიროთ. კი, სვეჟვიც აძლევს და ასე შემდეგ, ნუ რა ვიცი, რა შემიძლია თქვა. რავი, ერთი სული მაქვს რომ კომენტარები წავიკითხო, თუ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე. ეხლა დაუბრუნდეთ ვალონს. არა, აქ ზეთის შესასვლელად არ ვართ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ზეთი შევცვალეთ, ამაზეც GL-იზეც და ასე შემდეგ. ეხლა ის სიახლე უნდა გავაჟღერო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის. კომენტარებშიც კი დაიწერა ეგ სიახლე და მიხვდებით ეხლა რას გულისხმობ. მოკლედ, ეს პროექტი რო დასრულდა, ვალონმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში არ უნდა ჩაკვდესო ეს შედევრიო, ამიტომ გიშვებთო გერმანიაში. აი ეს მანქანა უნდა წავიდესო გერმანიაში და ნურბურგინგზე წრე უნდა მოარტყასო. ჩქარა ნელა მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ეს მანქანა უნდა ჩავიდეს გერმანიაში, იმიტომ რომ
ესეთი ეგზემპლარის აქ ჩაკვა არ იქნებოდა კარგი. გვინდა ნურბურგრინგზე იდეალური სურათების გადაღება. შევაშუროთ ისევ ის გერმანელები, ვინც აწყეს ეს მანქანა დააპროექტეს და გამოუშვეს. ამიტომ ესეთი სიახლე გვაქვს აგვისტოსკენ. ეს მანქანა წავა გერმანიაში. ვალონმა გითხრა რომ ამას ტრაილერზე დავდებთ, ეს სატვირთოთ, ეს შეგორდება. პირდაპირ ჩავა გერმანიაში, პირდაპირ ნურბურგრინგზე და ჩაფრენით დავხვდებით იქ. ანუ გამოვაგორეთ მანქანას და უკვე ტრეკზე იქნება. მოგრად კიდევ ერთხელ საქართველოში კი ეხა ჩვენი პროექტი რაღაცა ყველა გულშემატკივრობთ, უყურებთ ამ ვიდეოს, ალაიქებთ და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად უნივერსალურ მანქანას, ანუ ფურგონებს რასაც ვეძახით, კატაფალკა, რავი, იმდენად ბევრი ფან ბეისი არ ყავს, ანუ ხალხი არ გიждდება ეხლა ჩვენაირ დარტყმული თუ არ ხარ, ამას არ გააკეთებ და პირდაპირ M4 სიყიდი და ვიღაცა ან M3 სიყიდი და მაგრამ იმდენად უნიკალურია რეალურად იქ ალბათ ანუ საქართველოში რო გაკეთდა მაგას ვერ წარმოიდგენენ. ნუ დარწმუნებული ვარ რომ რავი არ დაიჯერებენ, მაგრამ უკვე ფაქტის სახეზე იქნება, იქ ადგილზე იქნება ეს ავტომობილი ქართულ ნომრებზე. აი ამ ნომრებს ხო ვერაფერს ვერ ქართულ ნომრებზე იქნება, მოუწევთ რომ დაიჯერონ რა. შეიძლება ფული მოგვაყარონ და ბაზარი არა, შეიძლება ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირისკენ ამ პროექტით, რა იცი რა ხდება. ერთი სიტყვით, მე მგონი კარგი სიახლეა კომენტარებში ბევრმა დაწერა მართლა რომ ეგ მანქანა ისეთი გამოვა რომ დასანანი იქნებაო რომ ტრეკზე არ წაიყვანთ ნურბურგრინგზეო და ნუ რავი, ვინც ეგ დაწერა, ახდა ის რაღაცა ნატრა შეიძლება, ან რჩევა შეიძლება უწოდოთ და ეს მანქანა გერმანიაში ჩავა. თავის ფესვებს იქ თავის მიწაწყალს მოინახულებს. მოკლედ კიდევ ერთხელ ამ ბედნიერ ნოტაზე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა, აი შემოუთვალო, ვინ ჩვენს გვერდით იდგა, აი ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტებში, ელემენტარულითაც კი, ან რაღაც შეიძლება ბევრითაც, ყველას აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ საკმაოდ ბევრი, ანუ ეს ვიდეო ზუსტად იმისთვის არის პროექტი, რომ ყველგან ვიყავით როგორ რა გავაკეთეთ და აი ყველა ვინც ნახეთ, ის კომპანია, ის პირები, ვინ ჩვენ გვერდით არიან, ის მეგობრები, ვინ ჩვენს გვერდით არიან, ყველას უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა თქვენ, ეხა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, უღრმესი მადლობა თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ყოველთვის ინსპირაცია, რომ ჩვენ ესეთ სიგიჟეები გავაკეთოთ და არარეალური პროექტები შემოგთავაზოთ. ყოველ წელს რაღაც განსხვავებული პროექტი გვაქვს ხოლმე და მე მგონი წელს ეს იქნება ყველაზე განსხვავებული პროექტი. ამიტომ კომენტარებს ველოდები, ლაიქებს ველოდები და რა თქმა უნდა გამომწერებსაც ველოდები. ზუსტად ამ ბედნიერ ნოტაზე უკვე მოვიდა ის დრო, რომ გავათამაშოთ 100 ლიტრის სუპერი ვისოლისგან. მოკლედ AMG A-კლასის ვიდეოში ვთქვი, რომ უნდა დაგეკომენტარებიდეთ გზა შენია და ავტომატურად უკვე მონაწილეობას იღებდით ამ გათამაშებაში. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, ეხლა დავლინკოთ, ეს დავაკოპიროთ. კოპი შევიდეთ ფიქერში, რენდომ ფიქერში, რომელშიც ვაკეთებდით ხოლმე საიტი დაიბლოკა, არ ვიცი და მოგვიწია ახლის პოვნა აქ პირდაპირ. პრინციპი იგივეა. ლინკი უნდა ჩავაგდოთ, paste. აქ დავაჭერ და გამოვლინდება 1 გამარჯვებული, 3, 2, 1 წავიდა. გზა შენია, ბევრი პროექტები ბიჭებო. დიდი მადლობა ლევან ვაშაკმაძემ დააკომენტარა გზა შენიაო და ბევრი პროექტები მოაყარეთო და ჩვენგან 100 ლიტრი საწვავის სუპერი ვისოლის შეგიძლია უკვე ჩვენგან აიღო, გამარჯვებული ხარ, უნდა მოგწერო Facebook-ზე, მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ზე, მერე დაგირეკავთ და რა თქმა უნდა უკვე გადმოგესემა ეს შენი კუთვნილი პრიზი. კანისტრები წამოიღო? კანისტრები? ხო, ისენია, ტალონები არის, ამიტომ კანისტრები და რაღაცების წამოღება საჭირო არ არის და რამდენიც მოგინდება, შეგიძლია მეგობრებსაც უკო, შეგიძლია სულ შენთვის ჩაასხა და რაც გაგიხარდება, ის გააკეთო. უღრმესი მადლობა კომენტარისთვის, უღრმესი მადლობა რომ აკომენტარებთ და ეს ბოლო გათამაშება არ არის, კიდევ ძალიან ბევრს გავათამაშებთ საწვავსაც და არა მხოლოდ საწვავს. ამიტომ დარჩით ჩვენ არსზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ ვიდეოები არ გამოტოვოთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ჩვენ ყველაფერს ვნახულობთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. დასრულებული M3 ფურგონი და კიდე ახალი პროექტები წინ არის. GLE უკვე აქ არის, მაგრამ მან არ ვჩერდებით. გზაში კიდე ერთი ბრუტალური მონსტრი მოსურავს ზღვით. ამიტომ მაგასაც ველოდებით. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დროებით.